2025 წელს საქართველოში მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებაა დაგეგმილი. წლის განმავლობაში განსახორციელებელი ცვლილებები ეხება სატრანსპორტო მიმართულებას, ტურისტულ საქმიანობას, საბანკო მომსახურებას და ასე შემდეგ. იზრდება პენსიები. 2025 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია 35 ლარით გაიზრდება. კერძოდ 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 35 ლარით იზრდება და 450 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ხოლო მაღალმთიან დასახლებაში ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია თითქმის 540 ლარს გაუტოლდება. რაც შეეხება 70 წლამდე პირთა პენსიას, ასევე 35 ლარით გაიზრდება და განისაზღვრება 350 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში 70 წლამდე პენსიონერები უკვე მომავალი წლიდან 420 ლარს მიიღებენ. ცვლილებები შედის სესხის აღებასთან დაკავშირებით. 2025 წლის 1 იანვრიდან სესხის აღებასთან დაკავშირებით ცვლილებები ამოქმედდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების მიხედვით მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ 500.000 ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ. თვითნებურად დაკავებულ მიწევს მოქალაქეები უფასოდ დაიკანონებენ. დადგენილების თანახმად მოქალაქეები თვითნებურად დაკავებული მიწის რეგისტრაციას 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე შეძლებენ. 2025 წლის 1 იანვრიდან სტომატოლოგები ვალდებულები იქნებიან უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ჩაერთონ და ტრენინგებზე დასწრებით ყოველ წელს 20 ქულა დააგროვონ. დადგენილების თანახმად ტრენინგები მათ შორის უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიც არის გადაუდებელი მდგომარეობის და ალერგიული რეაქციებით გამოწვეული შემთხვევების მართვა. 432 დადგენილებაში არ არის განსაზღვრული სანქციის ზომა და მოცულობა, ასევე ის სამართლებრივი შედეგი, რაც სავალდებულო მოთხოვნის შეუსრულებლობის შედეგად დადგება. 2025 წლის 1 იანვრიდან ავტომობილები ზედმეტი ხმაურის შემთხვევაში დაჯარიმდებიან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ჯარიმა განმეორების შემთხვევაში 200 ლარია, ხოლო ყოველი შემდეგი შემთხვევისას 300 ლარით არის განსაზღვრული. საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები. ახალი რეგულაციებისა და აკრძალვების ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1 თებერვლიდან იგეგმება. ნაწილი კი 1 აპრილიდან შევა ძალაში. ცვლილებების კიდევ ერთი ნაწილია ის, რომ დემონსტრანტებს მანიფესტაციის დროს პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება. კერძოდ შეკრების დროს აკრძალულია ნივთების ისეთი ჩამონათვალი, როგორიცაა ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილადაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი. პიროტექნიკური ნაწარმიც დაემატა მას. ვეტერინარისა და ვეტერინარული ტექნიკოსის საქმიანობისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მიღება 2025 წლის 1 იანვრიდან იწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. უკვე 2026 წლის 1 იანვრიდან კი სერტიფიკატების გარეშე საქმიანობის განხორციელება იკრძალება. სერტიფიკატების მოქმედების ვადა 2030 წლის 1 იანვარი იქნება. სამგზავრო გადაყვანის ნებართვა სავალდებულო ხდება. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისთვის 2025 წლიდან სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო. ნებართვის აღება 2025 წლის 1 მარტამდე უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ პერიოდიდან ნებართვის გარეშე მგზავრების გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, 2025 წლის 1 მარტიდან ძალაში შედის შემდეგი ცვლილებები. რეისზე ვერ გავა ვერც ერთი მძღოლი, რომელსაც სულ მცირე წელიწადში ერთხელ არ აქვს გავლილი სამედიცინო შემოწმება. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანას არ განახორციელებს პირი, რომელსაც არ გააჩნია საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მასთან არსებულ ყველა გადამზიდველთან შეთანხმებული განრიგების შესახებ.
ასევე საქალაქთაშორისო გადაყვანას შორ მანძილზე მიკროავტობუსები ვეღარ განახორციელებენ. 2025 წლის 1 ივნისიდან ძალაში შედის საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული რიგი ცვლილებები. 150 კილომეტრზე მეტი დაშორებულ პუნქტებს შორის მგზავრების გადაყვანა მხოლოდ ავტობუსებით განხორციელდება. სავალდებულო ხდება ავტოსადგურების სერტიფიცირება. 2025 წლის 1 ივნისიდან ავტოსადგურებს სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. სერტიფიცირების ფასი სადგურის კატეგორიის მიხედვით 1000-დან 10,000 ლარის ფარგლებში მერყეობს. სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით. 2025 წლის 1 ივლისიდან მუნიციპალიტეტებში შეტანილი განაცხადის საფუძველზე ბუნებრივი აირის ჭკვიანი მრიცხველების დაყენება სავალდებულო ხდება. მრიცხველის მოწყობის მსურველმა წერილობით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიანტს. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველმა განაცხადის წარდგენამდე ჭკვიანი მრიცხველის საფასურის ნახევარი წინასწარ უნდა გადაიხადოს. დანარჩენი კი დამონტაჟებიდან 10 თვის ვადაში. ცნობისათვის აღნიშნული რეგულაცია თვითმმართველ ქალაქებში 2025 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა. არქიტექტორებსა და ინჟინერ-მშენებლებს სერტიფიცირება მოუწევთ. სერტიფიცირების ამოქმედების ვადად 2025 წლის 1 დეკემბერია განსაზღვრული. სერტიფიკატების მოქმედების ვადა 5 წელი იქნება. შეგახსენებთ, სამშენებლო კოდექსით გათვალისწინებული არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება უნდა ამოქმედებულიყო 2022 წლის 1 ოქტომბრიდან. აღნიშნული ვადა მოგვიანებით 2024 წლის 1 მარტამდე გადავადდა. პროცესულების თანახმად რეგულაციის ამოქმედება 2025 წლის 1 დეკემბრიდან არის დაგეგმილი. ლაქსაღებავების პროდუქცია შემოწმდება. 2025 წლის 1 ივლისიდან ლაქსაღებავების პროდუქციისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება. საუბარია მთავრობის მიერ დამტკიცებულ რეგლამენტზე, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ საღებავში ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღების პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობა შემოწმდება. ტურისტული საქმიანობის რეგისტრაცია ასევე სავალდებულო ხდება. ტურიზმის შესახებ კანონის თანახმად 2025 წლის 1 იანვრიდან ტურისტული საქმიანობის სუბიექტებს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირების ვალდებულება ექნებათ. რეგისტრაციას აწარმოებს საჯარო რეესტრის სააგენტო. კანონის თანახმად ტურისტული საქმიანობის სუბიექტებად მიიჩნევა ტუროპერატორული, ტურისტული სააგენტო, დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი, გრძელვადიანი დასვენებისა და დროის განაწილების ხელშეკრულების მიმწოდებელი, ტურისტული გიდი, საფეხმავლო გამყოლი, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი, კერძოდ სამთო გამყოლი, სათხილამურო გამყოლი და ალპური გამყოლი. ამასთან აღსანიშნავია, რომ 11 მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის თანახმადაც ტურისტული საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელებაზე ჯარიმის ამოქმედება გადავადდა და იანვრიდან არ შევა ძალაში. უფრო ზუსტად ჯარიმის ნაწილი 2025 წლის ივნისიდან, ხოლო ნაწილი 2026 წლის იანვრიდან ამოქმედდება. საერთაშორისო აკრედიტაციის გარეშე კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვერ ისარგებლებენ. ყველა სამედიცინო კლინიკა სტაციონარს, რომლებიც მონაწილეობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, აქვთ ვალდებულება გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაცია. 2025 წლის 1 იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გარეშე კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში აღარ დაფინანსდებიან. 2025 წლიდან სურსათის ბანკის პროექტი ამოქმედდება. საქართველოში პირველი სასურსათო ბანკი იქმნება. პროექტი ითვალისწინებს მოწყვლადი მოსახლეობის სურსათის უზრუნველყოფის მიზნით ჭარბი სურსათის განაწილებას. პროექტის პირველი საპილოტო პროგრამა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება, რაც შეეხება ვადებს, კანონქვემდებარე აქტები 2025 წლის იანვარში სრულად შემუშავდება და 2025 წლის დასაწყისიდან პროექტი ძალაში შევა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეჭირებულ პირებს კი სურსათს 2025 წლის დასაწყისიდან 2026 წლის მაისამდე მიაწოდებენ.